საინვესტიციო ფონდების მოცულობამ პირველ კვარტალში 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ცნობადობის ზრდის ფონზე იზრდება ინტერესის და კომპანიები ახალი პროდუქტების განვითარებაზე აქტიურად მუშაობენ. წელს 3 ახალი ფონდის შექმნას გეგმავს Foresight Invest ჯგუფიც, რომელიც ამ ეტაპზე 5 ფონდს ფარავს უკვე. როგორ ვითარდება საქართველოში საინვესტიციო ფონდები, რა გამოწვევები და მოლოდინებია ბაზარზე, სტუმართან Foresight Georgia's დირექტორთან რატი მორჩილაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა კაცემ სტუმრობისთვის. მაშასე საკმაოდ ისეთი სოლიდურად გამოიყურება წინა წლებთან შედარებით ამოცემულობით საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი. თავად ამის შეფასება მინდა გთხოვეთ და მე უკვე ბუნებრივია ვისაუბროთ იმ გეგმებზეც, რომელიც ამ მიმართულებით გაქვთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. საინვესტიციო ფონდებს რაც შეეხება 2020 წელს შეიქმნა კანონი, როგორც გახსოვთ და რეალურად სულ 5-6 წელია, რაც აქტიურად დაიწყეს აქტივების მმართველებმა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი Foresight-ია საინვესტიციო ფონდების შექმნა. დღესდღეობით ბაზარზე რეალურად 3 აქტიური აქტივების მმართველი საქმიანობს. ეს არის Foresight, ეს არის საქართველოს ბანკის აქტივების მართვა და ეს არის TBC ბანკის აქტივების მართვა. რეალურად აქტიური ფონდები აი ამ 3 აქტივების მმართველების მართვაშია. ჯამში დღესდღეობით უკვე 450 მილიონ ლარს გადააჭარბა ის აქტივები, რასაც ეს კომპანიები მართავენ და ტენდენცია ცალსახად მზარდია. დროის გასვლასთან ერთად იზრდება ცნობადობა, იზრდება სანდოობა ახალი ინსტრუმენტების მიმართ და ჩემი მოლოდინია, რომ რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო და უფრო ზემოთ და ზემოთ წავა აქტივების რაოდენობა. რა გაძლევთ აი ამ მოლოდინის ასეთი პოზიტიური მოლოდინის საფუძველს, რას ხედავთ პერსპექტივაში, რომელმაც შეიძლება ეს ბაზარი კიდევ უფრო მეტად განავითაროს? კი ბატონო, პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად ხელშემწყობია ამ პროცესის არის დროის გასვლასთან ერთად ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში. მოგეხსენებათ, როცა თანაზოგების დაბანდებას ეხება საკითხი, ადამიანი ყველაზე მეტ სიფრთხილეს იშენს ხოლმე და როცა ახალი ინსტრუმენტები ჩნდება, თავიდან ესე ფრთხილის ცნობის მოყვარეობით უდგებიან ხოლმე ადამიანები. თუმცა დროის გასვლასთან ერთად უკვე როცა ხედავენ, რომ ამდენი წელი გავიდა, ეს კომპანია უკვე ინარჩუნებს ბაზარზე პოზიციას, ვითარდება, უკვე სხვანაირი დობის განცდა უჩნდებათ, როგორც კომპანიის, ისე ამ პროდუქტების მიმართ. და ეს ბუნებრივია, ეს ყველა სფეროში ასე ხდება და მათ შორის საფინანსო დარგშიც. და ეს მაძლევს ზუსტად იმის თქმის საფუძველს, რომ დროის გასვლასთან ერთად და ამ კომპანიების მიერ წარმატებული პრეცედენტების, წარმატებული პერფორმანსის დადებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ინტერესი და ნდობა საზოგადოებისგან. თქვენ გეგმავთ, რომ რამე უკვე ვახსენე შესავალ ნაწილში, რომ რამდენიმე ახალი ფონდი შექმნან, მათ შორის ერთ-ერთი არის უძრავი ქონების მიმართულებით. რა ფონდებია ჯერ თუ შეიძლება ამის თქმა ბუნებრივია უკვე ეს მიმართულები რომლებია. და მე ასევე საინტერესოა უძრავი ქონება რატომ, ანუ რა მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება დღეს საქართველოში არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე კარგ საინვესტიციო საშუალებას წარმოადგენს და განვითარების საკმაოდ ისეთი მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გაჯერებულია ეს ბაზარი. ამის მიუხედავად, მაგრამ მაინც რა იყო თქვენი მოტივატორი, ანუ რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ რეალურად ეს ამ მიმართულებით შეიქმნა სპეციალური ფონდი? კი ბატონო, კარგი კითხვა. რეალურად უძრავი ქონება ჩვენს ეკონომიკაში ერთ-ერთი წამყვანი დარგია. უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული სფეროები ჯამში 30%-მდეა მთლიანი შიდა პროდუქტის და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი საინტერესო პროექტია ყოველწლიურად ამ ბაზარზე. ვინაიდან ზოგადად ეკონომიკაში ნაკლებობა დაფინანსებების ალტერნატივების და ძირითადად მხოლოდ ბანკებზეა ხოლმე დაფინანსება დამოკიდებული, ჩნდება ძალიან დიდი საჭიროება დეველოპერების მხრიდან, რომ ალტერნატიული დაფინანსებაც მოიძიონ მათ. მარტივად რო გითხრათ, როცა ბანკში მიდის დეველოპერი, ბანკი თხოვს მას თანამონაწილეობას. დაახლოებით 30%-ის ფარგლებში, რომ თვითონ დეველოპერმა მიიტანოს კაპიტალი. საიდან უნდა მოიტანოს დეველოპერმა ეს კაპიტალი? შეიძლება თვითონ კონდეს თქვა დაგროვილი, მაგრამ შეიძლება არ კონდეს, ან თქვა სხვა პროექტში კონდეს ჩასხმული ის ფული და ეხა ახალ პროექტს აკეთებდეს. აი ზუსტად ამ დანაკლისის შესავსებად იქნება ჩვენი ფონდი, რომ ბანკთან ერთად და დეველოპერთან ერთად უკვე Foresight-ის ფონდი შეკრავს ფინანსურად მთლიანად ამ პროექტს. ანუ რეალურად ამ ნაწილში შემოდის როგორც ბანკი, ანუ კომპანია შეუძლია შემოიყვანოს როგორც ბანკი და ფინანსების წყაროდ ასევე Foresight. ასევე Foresight-ის მაგრამ არის თუ არა რისკები ამ ნაწილში და დავუშვათ ეს გადანაწილება ამ რისკებისგან დაიცავს მთლიანად პროექტს, თუ დავუშვათ თქვენთვისაც საინტერესოა, რატომ არ არის რისკიანი ნაწილი, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე პერიოდი გაიარა უძრავი ქონების ქართულმა ბაზარმა, არა მხოლოდ ქართულმა.
და როდესაც გლობალურ ბაზრებს საკმაოდ დიდი გაურკვევლობა, ეს მუდმივად არის ხოლმე იმის კითხვის ნიშანი, რომ ხო არ მოხდება, რომ უძრავი ქონების ბაზარი უხეშად რომ თქვა ჩამოიშლება. აი რა არის მოტივატორი ამ შემთხვევაში თქვენი გადაწყვეტილების? კი ბატონო, ეს კითხვა ხა ზოგადად რო ეკონომიკა როგორ იქნება ეს სფერო, რა პერფორმანსს დადებს. ეს კითხვა ზოგადად ყოველთვის არის ყველა ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე განვითარებულ ბაზრებზეც მუდმივად ისმევა ეს კითხვა, რომ რამე ხომ არ მოუვა ეკონომიკას, ან ხომ არ ჩამოიშლება ბაზარი. ჩვენ იმისთვის ვართ პროფესიონალი ფინანსისტები და ჩვენი დამფუძნებლები, აღმასრულებელი გუნდი იმისთვის მოგცეს ლიცენზია, ასე ვთქვათ, საქმიანობის, რომ ჩვენი ექსპერტული მოსაზრება ღირებულია ამ მიმართულებით და რადგან გადაუწყვეტეთ ესეთი ფონდის გაკეთება, ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი საფრთხე არ ემუქრება არც ქართულ ეკონომიკას, არც უძრავი ქონების დარგს. ჩვენი მოლოდინია, რომ მოთხოვნა გაიზრდება უძრავ ქონებაზე, ბევრი ასე ვთქვათ მიზეზია ამის, ეს შეიძლება ცალკე საუბრის ის იყოს საგანი. თუმცა ჩვენი მოლოდინია, რომ მოთხოვნა იქნება უძრავ ქონებაზე, დეველოპერული პროექტები იქნება ბევრი და დაჭირდება ამ პროექტებს დაფინანსება. რომლისთვისაც მხოლოდ ბანკი საკმარისი არ არის. ბანკს თავის როლი აქვს ძალიან დიდი, თუმცა უკვე ალტერნატიული ინსტრუმენტებიც არის საჭირო, რომ ეს პროექტები შეიკრას ფინანსურად. ეხლა მიდიოთ ყველაზე კარგ ნაწილთან. ვინ არის ამ ფონდის დამფინანსებელი? კი ბატონო. ამ შემთხვევაში ეს არის კონკრეტულად Foresight თავისი სხვა კომპანიების თუ ფონდების საშუალებით, თუ ცალკე დაფინანსების მექანიზმი ექნება აი ამ ფონდს, იმიტომ რომ ეს არანაკლებ საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თვითონ ჩვენგან შეგვიძლია და ვიყოთ ერთგვარად ინვესტორები, თუნდაც ყველაზე მცირედი თანხით, ხო? მაგრამ ამის მიუხედავად მოქალაქე ბუნებრივია მთავარი კითხვა გაუჩნდება, რამდენად სანდო რისკი ხომ არ არის, სად ჩაიდება ჩემი ფული, როგორც ამ კითხვას ვსვავ პირობითად საპენსიო ფონდის საკუთარ დანაზოგთან მიმართებაში, ანალოგიური კითხვები წამოვა ამ მიმართულებითაც. ვინ იქნებიან ამ ფონდის დამფუძნებლები? კი ბატონო, პირველ კითხვას უპასუხებ, ფონდს ეყოლება თავისი ინვესტორები, რომლებიც იქნებიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოეთის მოქალაქეები. ანუ და უცხოელების ინტერესი არის ამ ნაწილის მიმართ? კი, ზუსტად ეს არის ის ფონდი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან დიდ ინტერესს გამოიწვევს უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ აქ არის საუბარი უძრავი ქონების დარგზე, საუბარია რეგულირებულ ინსტრუმენტზე, რაც არის საინვესტიციო ფონდი და საკმაოდ ისეთ კარგ ამონაგებზე, პოტენციურ დაგეგმილ ამონაგებზე, რაც უკვე უცხოელი ინვესტორებისთვის არის ძალიან საინტერესო. შესაბამისად, ამ ფონდზე ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები იქნებიან. ზოგი შეიძლება იყოს ჩვენი უკვე არსებული ინვესტორი, რომელსაც თქვა სხვა ფონდში აქვს უკვე ჩვენთან განთავსებული, თუმცა ამ ტიპის ფონდშიც უნდა ინვესტიცია. და ასევე იქნებიან ახალი კლიენტები, რომელთანაც მაგისთვის არის ჩვენი ასე ვთქვათ ინვესტორებთან ურთიერთობის გუნდი, რომ ახალ ინვესტორებზე გავიდეთ და მოვიზიდოთ დამატებითი კაპიტალი კონკრეტულად ამ ინსტრუმენტში. თქვენს მეორე კითხვას რაც შეეხება ისევ და ისევ დაუბრუნდით სანდოობის საკითხს, ხო? როცა საქმე ფინანსებს ეხება, მით უმეტეს ამ ნაწილში ბუნებრივია, რომ მუდმივად ისმევა ეს კითხვა ყველა გაგებით და ყველა მიმართულებით. კი ბატონო, აქ კიდე ერთხელ შევხედავდი განვლილ 6 წელს, ხო? ეხლა თავიდან როცა დავიწყეთ საქმიანობას, საერთოდ არავინ არ იცოდა. არც Foresight და რა პროდუქტს ვქმნიდით, ისიც არ იცოდნენ. დროთა განმავლობაში ზოგმა ადამიანმა ცადა ჩვენთან უკვე ინვესტირება და კარგი შედეგიც მიიღეს. მერე იმათმა თავის მეგობრებს უთხრეს, იმათმაც ცადეს და იმათმაც კარგი შედეგი მიიღეს. ეხლა უკვე ჩვენ გარშემო ასობით ადამიანია, ვინც ცადა Foresight, კარგი შედეგი მიიღეს, უკვე ენდობიან Foresight-ს და უკვე გადასცემენ ისინი თავის სხვა ადამიანებსაც ამ ნდობას და შესაბამისად კიდე ერთხელ ვამბობ, რომ დრო ჭირდება ამ ყველაფერს, ბუნებრივია და რა თქმა უნდა ჩვენი კარგი პერფორმანსი და კარგი შედეგები. იმისთვის რომ როგორც ბანკებში დღეს რო ფული შეგვაქვს, კითხვას ხო აღარ ვსვავთ, აბა ბანკს ფული ეს სადმე აქვს, იმიტომ რომ უკვე 30 წელია ვიცით, რომ ბანკი სტაბილურად არსებობს და ეს კითხვა ძირითადად არ ჩნდება ხოლმე. იგივე იქნება ჩვენ სფეროში. კი ბატონო, სხვა რომელი მიმართულებით იქნება აპირებთ ფონდების შექმნას? კარგი კითხვა. რამდენიმე საინტერესო მიმართულება, ანუ ერთი არის უძრავი ქონება, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. ჩვენ უკვე გვაქვს არსებულ ფონდებში სასესხო ფონდებია, რომლებიც ქართულ კომპანიებს აფინანსებენ. გვაქვს ასევე ფულადი ბაზრის ფონდები, რომელიც უბრალოდ ბანკში მიმდინარე ანგარიშებდებთ ფულს და ადამიანებს თავაზობთ ყოველდღიურ ლიკვიდობას, ანუ როცა უნდა შემოიტანს, როცა უნდა გაიტანს. სამომავლოდ ასევე გვინდა, რომ უფრო ვთქვათ კრიპტოსთან დაკავშირებული ფონდის გავაკეთოთ, რომელიც მიცემს ადამიანებს საშუალებას, რომ რეგულირებული ფინანსური ინსტრუმენტში ფულის ჩადების გზით მოიპოვოს
უკვე წვდომა უკვე კრიპტოვალუტის ტეზერი ფლობაზე. შემოსვლა და საქმიანობა ქართულ ბაზარზე არის თუ არა ერთგვარი გზავნილი ყველასთვის, რომ დავუშვათ ამ მიმართულებით დიახ სანდოა ამ მიმართულებითაც საქმიანობა მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოსთან დაკავშირებით მუდმივად არის კითხვა განცდა ხომ არ არის რაღაც საეჭო ფული ან რაღაც ამდაგვარი რამდენად რეალურად ხომ არ გაკოტრდება და ამ შემდგომ. ტეზერის შემოსვლა ძალიან პოზიტიურია, რა თქმა უნდა. ეს არის კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ზოგადად კრიპტო ინდუსტრიაში, მსოფლიოში და მათი ეს პროექტი, რაც დღეს დაანონსეს, stable coin-ი, ეგრეთ წოდებული, ლარში. ეს იმის მანიშნებელია, რომ როგორც დანარჩენი მსოფლიო საქართველოს ნელ-ნელა ახდენს ამ კრიპტო ინდუსტრიის ინტეგრაციას უკვე საზოგადოებაში, ხო? ეხლა როცა ადამიანს დღეს უკვე შეუულია, რომ პირდაპირ გახსნას ანგარიში მარტივად, თქვა WASP-ში, ან თუნდაც უკვე ბანკში, ხო, ბანკებმაც ჩააშენ და უკვე პირდაპირ იყიდოს კრიპტოვალუტა, ეს ნიშნავს, რომ უკვე ეგრეთ წოდებულ მეინსტრიმში შემოდის კრიპტო ჩვენ ცხოვრებაში და Foresight-ი რა თქმა უნდა ამას ფეხს აუწყობს და შექმნის შესაბამის პროდუქტებს, რომ ადამიანებს მიცეს საშუალება რომ უკვე რეგულირებული ფინანსური ინსტრუმენტის გზით მოიპოვონ წვდომა კრიპტოვალუტის ფლობაზე. ეს კიდე სხვა ფორმაა, ვიდრე ის რომ პირდაპირ ფლობდე ბიტკოინს მაგალითად რა, იმიტომ რომ და აი ამ შემთხვევაში დავუშვათ ის რისკები, რომელიც კრიპტო ინდუსტრიასთან დაკავშირებით არსებობს, ეს ამ რისკებისგან დაცულები ვიქნებით? ხო, მან ხა ეს ის მომხმარებელი ის ინვესტორი, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენთან შედებს? მოდი რისკზე ესეთ რამეს ვიტყვი, რომ ზოგადად ხო, როცა ვსაუბრობთ ინვესტიციაზე ხო, როცა ვსაუბრობთ ინვესტიციაზე, ყოველთვის არსებობს რაღაცა განსაზღვრული ოდენობის რისკი. ან ურისკოდ არ არსებობს ინვესტიცია. მაგრამ როცა ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ თქვათ, ამ ინსტრუმენტში ჩადოს ან სხვაში, თავარი არის, რომ ის აცნობიერებდეს რა რისკს იღებს. და თავის აპეტიტზე დაფიქრდეს, ხო? ეხლა თუ ადამიანი სიტყვაზე პენსიაზეა უკვე გასული და სულ უკვე ჭირდება ვთქვათ ფული დასახარჯად, რომ იცხოვროს ამ პენსიით. ეხლა იმან კრიპტოვალუტა რა თქმა უნდა არ უნდა იყიდოს. და უკვე უნდა დადოს ვთქვათ ბანკში დეპოზიტზე. თუ ადამიანი ახალგაზრდა არის, ვთქვათ რაღაცა პორტფელი აქვს თავის საინვესტიციო, სიტყვაზე 5%-ამდე რომ წავიდეს და კრიპტოში დადოს, ეს უკვე გონივრული არის, ხო? იმიტომ რომ ეს დივერსიფიკაცია მისთვის. ანუ თავარი რჩევა მაინც არის დივერსიფიკაცია საკუთარი ფინანსური. კი, თავარი არის რომ შეხედეთ თქვენ თავს გაიაზრეთ რა ეტაპზე ხართ ცხოვრების, რა არის თქვენი საჭიროებები შემდეგი 10-15 წელი და ამის მიხედვით გადაწყვიტეთ თქვენი რისკის აპეტიტი რა არის და შესაბამისად რომელ ინსტრუმენტში დააბანდებთ ფულს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებ და რა თქმა უნდა კლავაც სიამოვნებით გიმასპინძლოთ ბიზნეს პარტნიორის. დიდი მადლობა.